ირიცხა ეს იატენიკის არტავით შეიწყავს და გიჩქოს ასწავსაც ირიცხავს პარტიულ პონჩი რა. კი. როგორც ჩანს ამას გაუჩნდა შეგრძნება რომ პროსა ჩუჩა ანუ საფრთხობელად გამოიყენა რეალურად როგორც ჩანს პოროშენკომ შეაშინა იაცენუკი მიშათი. ხო. და ის გარიგებაში შემოიყვანა პარტია აახია, ჩამოართვა პოლიტიკური ბერკეტი, ესე ვთქვათ პარტია და როგორც ჩანს თანამდებობაზე ტოვებს რა, რაღაც ეგეთი გარიგება იქნება ხო ეხლა პარტია ანუ ის პრემიერობიდან რო ხსნიდეს ხო პარტიას მაინც არ დაშლიდა ისა ხო? როგორც ჩანს პარტია გამოართვა და პრემიერად ტოვებს და ნუ ამ ვაჭრობაში და ამ იმაში მიშათი შეაშინა როგორც ჩანს რა. მაგრამ მიშათი შეაშინა დღეს? არა დღეს კი არა საერთოდ კაცო ბოლო პერიოდის განმავლობაში ხო გუბერნატორად წაიყვანა მიშა ეს მანევრი გააკეთა და მე აუცილებს ბაზრები რომ აი იაცენუკს ანაცვლებს იაცენუკი ხო რაღაცა მოქმედებია ალბათ იაცენუკს ხო? ხო. ალბათ იაცენუკი დააჯდნენ მე ილაპარაკეს და კი ბატონო იღავ პრემიერად და პარტიამ წაგართვა რა. პარტიამ შემერწყას, ჩემი პარტიაში უნდა შემოვიდეს და ტოვებ და რაღაცა და მიშათი ამ შემთხვევაში არ ჩანაცვლებიდა. როგორც ჩანს მიშამ ჩათვალა ეს მოხდა. ხო. ეხლა დაიწყო ჩალიჩი რომ ოდესაში რაღაცა გამოართვას ხადე ეხლა ოპოზიციაში გასვლას არაპირებს უბრალოდ. ხო. იფაფხურებს რომ იტყვის რომ აი მე პარტიას გავაკეთებ ჩემთვის და ამის დედაცვატირე და მე გამოთხოვს ამაში რაღაცას ამ თუნდაც პროკურორის თანამდებობას ან რაღაცას ოლქში. ოლქში ბერკეტები უნდა რა მოკლედ რა. ამაზე გავატრაკებო მიშამ? ხო, მე იაცენუკს გავუტრაკებო. მე პოროშენკოს დაველაპარაკებიო და კაცრად ვეტყვიო რომ ავჩევ ან მაძლევ რეალურ ბერკეტებს ოდესაში. ან და ნუ გავდივარ ჩემ პარტიას ვაკეთებ. პირდაპირ ეგეთი ბაზარი მექნებაო რა. აი ეს დამთავრებას სიმართლე გითხრათ წარმოადგენდა არა მაქვს მაგრამ მაინც და ჩვენ იმას დაემთხვა გამოცდებს ზე გამოცდები გვაქვს და. ხო, დღეს აპირებს იაცენუკზე იმას და ხვალ უნდა ულაპარაკოს თვითონ ეს იმას თუ შეხვდა პირველს და ზე კიდე ჩვენი გამოცდაა და რავი ჩვენ არ მოგცხომ პანღური თქო რა მაგის ზედას მოთქვა. არა პანღურს თქო რა მოგცხებენ ახლა იქ ამერიკაც ჩართულია. არა ასხივებს ამერიკაში ჩართულია მაგრამ პროკურორი ასხივებს კაცო. მომესმის მაგრამ არა მაგას ვერ იზავენ მაგრამ მე მგონი რომ არასწორი კონსტრუქციაა თუ არა და ოპოზიციაში გავა. ხო, მე ვთვლი რომ ეს არ არის სწორი. მაგრამ უფრო უნდა თქვას რომ რა გინდა. ანუ ჯერ მაგას აი ეგეთი ლაპარაკიც არ ქონია, ჯერ რატო ამბობს ოპოზიციაში, ჯერ უთხრას რომ არ მაძლევ რა გაკეთების საშუალებას. მივედი შემოსავლებზე დავიწყე საბაჟო შევთანხმდით. ერთი არ ჩამოვიდა, მე თვითონ ჩამოვიყვანა ეს რომანოვი, ჩავარტყით ხელივით უნდა დაგვეწყო და აგერძმაო ვერ ვიწყებ, იმიტომ რომ არც დანიშნა უნდათ და არც არაფრის გაკეთება უნდათ. მინდა რომ ვიღაცები დავაკავო პროკურატურით, არ მაძლევ ამის შესაძლებლობას. მინდა რომ ეს გავაკეთო, ან უნდა ჩამოუთვალოს და. ასე არ გამოვა რა, ახლა უბრალოდ როგორ პონჩი უნდა უთხრათ, რომ ქვეყანა ასე არ აშენდება რა. ხო, არა, ხო, მაგას ეტყვის ალბათ, ხა ეგარ შეეშლება, მაგრამ შედეგს რაც მიიღებს. ხო, მაგრამ მაგან თუ ეგრევე გავიგე, მაგრამ მაგან თუ ეგრევე უთხარ, მე ოპოზიციაში წავალ მაშინ. ეგ როგორი განცხადებაა, იცი, ეხლა მე რო პარაშენკოს ადგილზე ვიყო, ვეტყოდი რომ ოკეი, ბაზარი არ არის. ეს ძებნილი კაცი აგერ შეგიფარე მაგის დედამფარე და თანამდებობას დაგნიშნე რა, მოდი ესე ვთქვა. ხო, თანამდებობას დაგნიშნე რა, შემახლა გინდა ეხლა რა. და ეხლა ოპოზიციაში მიდიხარ? რატო? მე ხო გითხარი რომ დაგიდგები, ჩემსაც არ არის მარტივი ძმა, იმათან ბრძოლა. რავი, 1000 რაღაცას ვიტყვი რა. სულთა კაცურ ამბავში. და მეორე რომ განკარგულებას გასცემს პროკურატურის მხრიდან, რომ ვის დააფინანსებს სააკაშვილს, დედა მოუყვანეთ. ხო? ხო, ჩოტკი კონტროლზე აიყვანს და ამიტომ ოპოზიცია ალბათ არ უნდა უთხრას, უბრალოდ უნდა უთხრას, რომ უნდა, ანუ ხა საყოველზე რასაც მეუბნებოდა მაგათ ერთად რაც ჰქონდა პრეზიდენტთან შეხვედრები, გაიგე? მიშას არ ჰქონდა არასდროს მიმწოლი პოზიცია პარაშენკოსთან შეხვედრის დროს. მიშას ჰქონდა ლაქუცისა და დათმობითი პოზიცია. ჩვენთან ბაქი ბუქობდა, იქ რეალურად ისეთი ცუციკი ტიპი იყო, გაიგე? თუ ამ იმიჯის შეცვლას აპირებს პარაშენკოსთან უშუალო ურთიერთობაში ამ სტატუს-კვოს შეცვლას, ეს სხვა თემაა რა. ხო, ეგ ალბათ უნდა შეცვალოს რა და უთხრას, რომ ესეა რა. გამიგეთ, ხა არ მინდა არანაირი განხილვა მოვიყვანეთ მოვის ხალხი და აგერ მოვიყვანე ჩემ ხალხს და დაუჯდეთ რა და გავიაროთ ეს დედამოწყობილი რა.
აიგე მე დაგიდებ პაკეტებს, რაც არის მისაღებ და ხელია მოსაწერი მოაწერია რა ამ ხალხს ხელი რა. ეგრე უნდა უთხრას ალბათ რა. გეჯერობით ყოველ შემთხვევაში. თუმცა მაგაზეც ისეთი და ისეთ ჩართვახია, მაგაზეც მოიფიქრებს. ამას ისე ხალხო პროკურორობაზე უნდა როგორც ჩანს და ნუ ისე ზურაზე უნდა რომ ეჩალიჩოს. ზურაზე ხალხო პროკურორობაზე ჩალიჩო უნდა უთხრა. ბიჭო ხომ არა ეს ხალხო პროკურორობა არ არის ხო ხომ ეს ხალხო პროკურორობა არის კი ეს ამოსავალი წერტილი ამოდის ისთვის გასაღებისა და ეს კომპლექსურია SBU-ს უნდა იყოს ალბათ პროკურატურაც და პლუს საბაჟო პორტები მისთვის რომ ფუნდის თანხა კონდეს რომ არჩინო ეს ზალონები ზალონებს ხო ხელფას ვერ გაუძლო შენ ადგილზე ლოკალურად ხო ცენტრალური ბიუჯეტიდან არ დაფინანსება და კანონით არის გათვალისწინებული ხელფასის ოდენობა ანუ უნდა კავდეს პრემიაზე თუ გინდა რომ სხვანაირად იმუშაოს თუ გინდა რომ სხვანაირად იმუშაოს უნდა მისცე რა რაღაცა შენ მატერიალური ბაზა უნდა შეუქმნა მატერიალური ბაზას ხო საბაჟოს გარეშე ვერ უქმნი და პორტების გარეშე ფული არ აგართ ამიტომ უნდა მოგწეს უნდა იყოს სამივე გასაღები რა SBU პროკურატურა და ფინანსური წყაროები და ხა ამდენს ერთად თუ მოივაჭრებ კი ბაზარი არა მაგრამ მე რატომაც გონია ვერაფერს ვერ მოივაჭრებ საერთოდ ეს კომპონენტს თუ ესე ხისტად დაპარაკა მაგაში გეთახა რა ვიცი ბიჭო ახლა მეორე მხრივ სიმართლე გითხრა ახლა მე პარაშენკოს ადგილზე ვეტყოდი რომ ძმაო იმედი ხო მოგეცი კრიმინალი გაუარესდეს დედამოწმე ოდესაში და ახლა რუარაფერს არ გეუბნები ახლა მართლა და მართლა ეგრე ხო არ არის გაუარესდა კი მაშინ რომ ვიყავი ჩასული კი ეგრე მითხრეს რომ სტატისტიკა გაუარესდა ხო და ეგ ბიჭი მაგ ბიჭის დანიშნა მართლა შეცდომა იყო ეს რაც მოხდა ეხლა ეს იაღლიში რაც მოვიდა როგორ რაღაცა მოხდა ისი არა მარტო ეგი აღნიში ბიჭო არ არის ეგ როგორი ეგ ხო ჩაქო ეგ საყვარელზე იმოშებოდა რომ მაგარი ტიპია აქაც ჩაკეტილი ტიპი მე არ ვიცოდი შეჩინო შინაგან საფრთხის მომდია თუ არსებობდა ეგეთი ლოფიფაიზე თუ გავიგე ბოლო წესტო ხო და რა ვიცი ახაც ისეთი ტიპი რა ძალიან ატეცეზე თუ რა სპეციალიზების კურატორი იყო არაფერი არ იყო კაცო ინტელექტუალური შესაძლებლობები მას არა აქვს არ გააჩნია აზარი არა ბიჭო არა ამას გაუგორა მე მგონი მაგრამ მიშამე ხა არა ბიჭო საგეუბნები საყვარელზე მოთხოვ ვინ დავნიშნოთ ახლა თვითონ მითხრა საყვარელზე თვითონ ჩამოეყო ლორკი ფაინზე შეჭი მაგრამ просто ჩვენ მაშინ ამას გამოგვივიდა რომ შენ უნდა წასულიყავი რა ყველაფერი უნდა ავიღოთ რასაც გვაძლევენ ყველაფერი უნდა ავიღოთ რა გეუბნები რა ვიცი ჩემთვის არავის არ შემოუთავაზებია ეგ რაღაცა და როგორ დავიდოდი ბიჭო მე არც მომსვლი ახლა მე ხა სიმართლე გითხრა მე მომასვნა რა ხოვაზე ხარ არა მაგას მოკლავდა მაგიზია საყვარელზეს რო დავდა ეგრევე ხა მაგას არა მარა ბიჭო არა რატო დაბრიდავდა ახლა ეს დედამოტყურო ხა ბიჭო არ არის ეგრე ეს ბიჭო ხო ხედავ რა რომ ვერ შევებით და უნდა მოვედოთ ცოტა ხო და არა მე რატო გეუბნები შე პროსტა ხა იმას რომ ეთქვა რომ მოდი ვიმჟელოთ უკვე მჟელობაში წამოვიდოდა ხო კანდიდატურები რა ბოლოს და ბოლოს რა აიგე მაგრამ ნუ ხა ლორდკი ფაინზეზე თავიდანვე რომ ჩამოიყვანა ერთხელ დათო კიდე ჩამოიყვანა ლორდკი ფაინზე ვიცი უშიშროებაში გავუშვათ ბიჭო მაშინაც ახლა მე მაშინაც უთხარი მაგასაც და ზურასაც ლორდკი ფაინზე მე უთხარი ბიჭო ცოტა არ არის მეთქი ახლა კაი ბიჭია გულიანი ბიჭია მაგრამ ის არ არის რა რაღაცა twins უნდა მოგძდევდეს ახლა მოდი ვთქვათ ისიც რომ გიზო ლორდკი ფაინზე სათავე ჯობია რა ჯობია და ახლა როგორია გიზო კვალიფიციური ტიპია რა ისეა როგორც ადამიანი პატანა გადააჭერებს კვალიფიციურია და შრომის მოყარეა და ინტელექტი აქვს მისგან განსხვავებით რა ქვია გია არის ჩვეულებრივი სპეცნაზელი ხო არა ის არის რა თან დღემდე რომ ახმეტოვი რაღაც აუცილებლია ეხლა რაღაცა ლოკაცია პლუსი ხარ ტიპს არც ერთი მისი ლაპარაკი არ დაუდიან ისა წარმოიდგინეთო არ მის აქტივობაში არ ალაპარაკებს ტიპს ანუ ჭრის ისა რა ქვია იმ გოგოს ჩო რა უნდა ალაპარაკოს ახლა მე სადაც ვიყავი და ის უსულელს ლაპარაკობდა მე იყო დადის და ჭრის იმას ტექსტებს რა ხო და ბიჭო ახლა ეგეც ხადაობა ახლა ის ეტყვის რომ ახლა ვინ დანიშნეს მოგოროსანი და ამენიშნებს რაღაცა იქ რა ხო და არ ვიცი რა როდის ლოგორობაზე ჩალიჩებს მიშა ეხა შეეცდება რომ გამოსწვოს და უნდა ზურას დანიშნვა მან და თან ეს მიშაც მერყეობს ხო წინა ჩამოსვლაზე გიზოს ზურა ხო გიზოს ლობირებდა და რაღაცნაირად როგორც ჩანს ამას ამციფებდნენ და ეს ვერ მომციფდა თუ რა ვიცი რა არის და არ მოხდა არ ვიცი მაგრამ ეხლა ზურას იძახის რა აბლასმა
გიზოს უნდა გიზოს არენდომება ეგ არცეთ ვარიანტი, იმიტომ რომ ეხა არის ბედნიერი. გიზო რაღაცნაირად მაინც ერგება იმ სიტუაციას. კი, არტემასთან მშვენივრად არის. ისუად კი ვერ დაულაგდა ეხა და რაღაცა. არა, ხო შეხვდა ეხა პრეზიდენტ შეხვედრია წინაპირას. პირადად შეხვედრია და თუ თქვია რომ მე იმას ვიზავ, მე დაგილაგებოთ რა რაღაცას დაუვალებია. ეგ მითხრა, რა ვიცი. მე დაგივა მილიცია. მე ისე უარი. ხო, კაცო თვითონ მითხრა. თვითონ მითხრა, რა ვიცი. არა, თვითონ მოუძახაო და დაუძახაო თუ რაღაცა. ვიღაცაზე გამოუძახაო და თვითონ მოუძახაო. ხო, რაღაცა და. არა, გიზოს არენდომება მილჩასთან მუშაობა ეხა არ არის მარტივი ამბავი და ეხა არტემასთან ბუჯუნობს აქ და ბუჯუნობს თავის გემრიელად. მე ალბათ არენდომება, მაგრამ ნუ ვიც. ვინას მანდვარა. ვინას ჩამოდივა და ძინახული.